deep state-მა ჩამოაგდო პირდაპირ მნიშვნელობით გამსახურდია. მერაბ კოსტავოს და ზვიად გამსახურდიას გვერდით ადამიანების, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და სიცოცხლეც მიუძღვნეს და შესწირეს რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას და საქართველოს მართლა დამოუკიდებლობას, აი ამათ გვერდით დააყენეს რუსეთში გამდიდრებული და კოლაბორაცია. არა, ამას იცი რა არის ყველა სასაცილო, ცოტა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი რო აქვს, რო მაგრამ მე ცოდნა გამაჩნია არ ვიცი deep state-მა ჩამოაგდო პირდაპირ მნიშვნელობით გამსახურდია. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ერთი და მერე მეორე. ყველანი ამ ფოტოზე ვინც არიან ასოცირდებიან გარე ძალებთან და გარე ძალების ჩარევის აკრძალვასთან და სუვერენიტეტთან. აი ეს საერთიანებს ამ ყველაფერს, მე ესე ვიტყოდ. მე უფრო მადაც წავიდოდი, უბრალოდ არ მინდა გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა, ჯერ ამის დრო არა. ბიძინა ივანიშვილი, მეგობრებო, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. აი როგორც გახოთ ქველმოქმედზე როგორც ვიზათ, თქოს რაღაც გვენანება ცოცხალ ადამიანზე შეხება. მე ძალიან მაგარი ნაბიჯი გადავდი ბოდიში თავის. ესე იგი გამსახურდია ჩამოუგდია deep state-ს თურმე და აი ალბათ მერაბ კოსტავაც გულაგში და ციმბირში კი არ ყავდათ გაციმბირებული, ალიასკაზე ყავდათ კაცო კარტერს და რეიგანს დაჭერილი ამერიკელებს ალბათ ისე. deep state-მა ჩამოაგდო გამსახურდია, ხო, რაშუაში აბა გოგა ხაინდრავები და ისინი სხვა კოცები დღეს რო კიდე ტელევიზიით გამოდიან. აფხაზეთში და სამოჩაბლოში რაც მოხდა, ეგეც deep state-ის ბრალია, ალბათ რაშუაში არიან რუსები საერთოდ. აი ამას გვაჩვევენ ნენელა, ყურს უნდათ რომ მიაჩვიონ. შალვარას ამბობს დააკვირდით? ამ ჩემი ვიდეო რო აქვთ გამოტანილი, რომ როგორ დადეს ბიძინა ივანიშვილი კოსტავოს და გამსახურდიას გვერდით, მეთქი გვერდით მაინც დაედოთ წინ დades. ხო და ეხლა ვერ შევეწინააღმდეგებიო გაბატონებულ აზრს, მაგრამ მაგის დროც მოვაო. ანუ გვერდზე კი არა, უფრო წინ დგასო რა, მაგის თქმა უნდა, თქო ჯერ ვერ ამბობენ მაინც, მაგრამ აი აპირებენ რა, ცოტა ხანში გვეტყვიან მაგასაც, მაგრამ კიდე რა შეხედეთ? კიდე რას დააკვირდით? ამ ვიდეოთი ელაპარაკებიან ივანიშვილს და ცოტა შეშინებული არიან თან, იმიტომ რომ რა გაუკეთეს ახლა იდეაში რო დაფიქრდე, ისეთი პოსტი დაუდეს 26 მაისს, რომ თელ საქართველოს ალანძღინეს ივანიშვილი. აი ესე ჰაერიდან ვის მოაფიქრდა ეგ პოსტი, ვინც გაბრაზებულია, ან ეშინიათ ამათ რო ის გაბრაზებულია, რომ ეგ რა დაგადებინათო და ეხლა თავს იმართლებენ რა, აი ბატონო ბიძინაო, რა ვქნათო, ჩვენო ესე გვიყვარხარო, რომ აი უფრო მეტსაც ვიტყვითო კაცო.